როცა მიწა იძვრის, პირველი კითხვა, რაც გვიჩნდება, სად იყო ეპიცენტრი? სეისმოლოგებს ამის დასადგენად სულ რამდენიმე წუთი სჭირდებათ. გგონიათ, ეს რთულია. სინამდვილეში, პრინციპი მარტივი მათემატიკა, რომელიც ეფუძნება დედამიწის ქერქში ტალღების გავრცელების სიჩქარეს. დღეს ჩვენ ვისწავლით, როგორ მუშაობთ სეისმურ დეტექტივად. მოდით, ტერმინები განვმარტოთ. ადგილი, სადაც მიწის ქვეშ, სიღრმეში, ქანები გაიბზარა და ენერგია გამოთავისუფლდა, ჰიპოცენტრი ანუ ფოკუსია. ხოლო წერტილი დედამიწის ზედაპირზე, რომელიც ზუსტად ჰიპოცენტრის თავზეა, არის ეპიცენტრი. სწორედ აქ არის რყევები ყველაზე ძლიერი და დამანგრეველი. მიწის ცვრისას ორი ძირითადი ტალღა ვრცელდება, პი ტალღა და ეს ტალღა. პი ტალღა სწრაფია, ის პირველი აღწევს სეისმურ სადგურამდე. ეს ტალღა კი უფრო ნელია, თითქოს ცეკვავს და მეორე მოდის. სწორედ ამ ორ ტალღას შორის დროის ინტერვალი გვეუბნება, რამდენად შორს არის სეისმური სადგური მიწის ცვრის ადგილიდან. რაც დიდია ინტერვალი, მით შორსაა ეპიცენტრი. მაგრამ ერთი სადგური მხოლოდ მანძილს გვეუბნება, მიმართულებას არა. აი, აქ შემოდის ტრიანგულაციის მეთოდი. ეპიცენტრის ზუსტად დასაფიქსირებლად მინიმუმ 3 სეისმური სადგურის მონაცემია საჭირო. თითოეული სადგური ხაზავს წრეს, რომლის რადიუსი მანძილის ტოლია. წერტილი, სადაც ეს 3 წრე გადაიკვეთება, არის მიწის ცვრის ეპიცენტრი. ასე მუშაობს სეისმური სისტემა მსოფლიოში და საქართველოშიც. ახლა თქვენ იცით, რა რთული და ზუსტი სისტემა მუშაობს ჩვენს უსაფრთხოებაზე. გეოლოგია და ტექნოლოგია ერთად გვეხმარება ბუნების მოვლენების უკეთ გაგებაში. გამოიწერეთ არხი, რომ ერთად ამოვიცნოთ დედამიწის სხვა საიდუმლოებები. შეხვედრამდე.